ოცნების მხარდამჭერი ფლანგი ბოლო პერიოდში საკუთარი სტანდარტებითაც გასაკვირ განცხადებებს აკეთებს ხოლმე განცხადებები კეთდება რომელიც მოულოდნელია ხოლმე იმ სტანდარტითაც რომ ოცნებას ვინც მხარს უჭერენ როგორც წესი მათ უწევთ რაღაცა ისეთი რაღაცების გამართლება რაც სინამდვილეში არ არის გასამართლებელი მაგრამ ეხლა რანაირ განცხადებებიც კეთდება იმ სტანდარტითაც რა არგუმენტებითაც მანამდე ოცნებას ამართლებდნენ იმ სტანდარტითაც გასაკვირია ხოლმე და მაგალითად ერთ-ერთი ეხლა იქ ძელი გადაცემა იყო და ევრომის ბირო აჩვენეთ მაგრამ ერთ-ერთი მონაკვეთი რომ ნახოთ ამ გადაცემის არაბიზაციაზე მიდის ხოლმე რა ლაპარაკი რა და მეცინება ეხა ყველაფერთან დაკავშირებით იმიტომ რომ ხარს უჭერ შენ თუ არ უჭერ ხარს რას კაცო ну რასაც არაბიზაციას ეძახიანია არა რა ხარს უჭერ ხო არ გაგიჟდი რა შუაშია არაბიზაცია ეხა კიდე ერთხელ ვიმეორებ რა ქრისტიანობაში საერთოდ ნაციონალობა არ არსებობს ქრისტეში ქრისტეს არასდროს არ უხსენებია არც ებრაელი, არც რომაელი, არც არ არის. საქართველო და ქართველი. მაგრამ არაბი ქრისტიანები ჩამოყავსო და მეტანი იქნება რო თქვა ხოცები. რატო არაბი ქრისტიანი იყო აბუთფილელი რა. ჩამოვიდა და არაბი და შეეწირა აბუთფილელები არ ჩამოყავს. რა შუაშია შეიძლება ის აბოზე უკეთესი გახდეს, კაცო შენ რა იცი რა. არა მე სხვა რაღაცას გავაძლიერებ. ერთი წამით მომისფიდე რა. საერთოდ 40,000 ოჯახი ყივჩაღი ჩამოიყვანა დავით აღმაშენებელმა. მაგათ ხორბაძავენ. არაბებთან იმ კავშირში იყო რომ ნაციონალობა რა შუაში არის ნაციონალობა დაყოფილი არაბიზაცია და არაბი ნაციონალობა რა შუაშია თუ კაცი გულში ღმერთს ატარებს. მაგითო ახსენებ მაგითო ატარებენ არაბები რო ჩამოვლენ? ქრისტეს ატარებენ გულით არაბები რო ჩამოვლენ? შეიძლება ზოგადად ატაროს კიდევ შენ რა იცი ვინას ატარებს? არა მე არა ერთი წამით მე ამგონია რომ არაბები უნდა ერთი წამით არაბები რა შუაშია? ეს სხვა არგუმენტია. შენ თუ გინდა როდესაც საქართველოში დაიკარგება ქართველობა, მაშინ გაქრება სულში ღმერთი რა. ქრისტესთან ურთიერთობა და ქრისტეს ესე ვთქვათ, მაშინ გაქრება სულიერება საქართველოში, როდესაც და არ გაქრა ეს არც ყივჩაღების ჩამოსახლების შემთხვევაში მილიონი ისეთი მიდი მოდიოდა ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ არ გადავჯიშებულ ვართ, ხო? აგერ 400 წელიწადი არაბები იყვნენ, მაგრამ გულში ქრისტეს ვატარებდით და მაგიტომაც და არა იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა წაგვართა. ეს არის ჩემი აზრი რა. რა შუაში ეხავს 6 მილიარდ ნახევარი ინვესტიცია მოდის. აი მთელი ცხოვრება შიშის ქვეშ ვიყოთ რომ ვიღაცა არაბიზაცია არ გავიკეთოს, ვიღაცა მონღოლიზაცია არ გავიკეთოს, ვიღაცა რუსეთიზაცია არ გავიკეთოს და აი ეს ჩვენ ნაჭუჭი მოვიხარშოთ და ამოვდუღდეთ და გავქრეთ. არ ვიცი, აი როგორ რაღაცა იცი საიდან რა კომენტარი შეიძლება გააკეთო? როგორი ტრაგიკულია ესეთი რაღაცების ლაპარაკი რო გიწევს? ანუ რით უნდა აბოთბილელის გეუბნებ გირჩი ეკაიფებოდა რა. ხო ის იმიტომ რომ მართალი იყო ეხლა. არა რავი ეს იმდენად სასაცილო იყო რასაც ამბობდა რომ ის მეორე მხარე უბრალოდ თავს ვერ იკავდა. აი მედია ანუ აბოთფილელი მოკავთ ახლა და ანუ ქრისტე მოდება უკეთესი მოჰამედ ალაბარი. რა იცი? რა იცი? ქრისტეს ატარებენ ხო? ბიჭო რას? ანუ ბიჭო რა ვიცი გვაღადავებენ, გვალოხებენ, ებილებად გთვლიან თუ აი რასთან გვაქვს? რა არის? ანუ მე უბრალოდ ვერ ხვდ ანუ თვითონაც ხო არ ჯერა ეხა მაგის რასაც ამ არ ჯერა და ხო არ არსებობს თვითონ არ ჯერა მაგის იმიტომ რომ ეგეთი სულელი არ არსებობს აი რისი ადამიანი იძახის რომ ანუ ქრისტიანობაში ქრისტე არ ახსენებდა არც ეროვნებას არც რომაელს არც ებრაელს და ბოლოს სანამ ქართველები ვართ მანამდე ვარსებოდა ხა ქართველობა თუ დავკარგ თვითონ ანუ ერთ წინადადებაში ორ წუთიან ტექსტში ხო არ შეიძლება აი როგორ ურთიერთ არა ეგ ძალიან აბდაუბდა იყო მაგრამ მოდი რა ვქნათ იცი აი თავარი თეზისები რაც აი ამ ორ წუთიან მონოლოგში რაც გაჟღერდა ცოტა ბუნდოვანი იყო ურთიერთსაწინააღმდეგო მაგრამ აი რა მომენტები ამოვიკითხე მე მაგალითად ჩემთვის აი
ანუ საქმე რასთან გვაქვს? საქმე გვაქვს იმასთან, რომ უცნობი ცდილობს ახლა ეს პროექტი გაამართლოს. ხომასე, გააправოს. ჯერ თვითონ არ იცის, კაცო, არაფერი პირობები არ იცი, იმიტომ რომ გასაიდუმლოებულია ეგ ხელშეკრულება. ანუ რას აპრავებ, ეგეც არ იცი. ანუ ასე თამამად რომ მოყავს რაღაც მაგალითები, საერთოდ საქმის კურსში ხარ, არა ხარ საქმის კურსში. ამიტომ, ეგ ერთი პრობლემა. მეორე. გაჟღერდა 3 ჭალებში არგუმენტი. პირველი, პავლე მოციქულის ცნობილი მიმართვა, რომ ქრისტეში არ არსებობს არც ელინი და არც ებრაელი. ქრისტეში არ არსებობს, ანუ ქრისტიანი შეიძლება იყოს ებრაელიც, შეიძლება იყოს ქართველი, შეიძლება იყოს ნებისმიერი ეროვნება. ქრისტიანი. ისინი არ არიან ქრისტიანი. მოჰამედ ალაბარი არ არის ქრისტიანი. ის არც აპირებს ქრისტიანობას, კაცო, ეგ ერთი, მაგრამ ეს იყო პირველი ერთი არგუმენტი. მეორე არგუმენტი იყო, რომ დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოასახლა და თურმე ეგ იგივე ხდება ახლა, ანუ ეხლაც ეგ ხდება. ყივჩაღებს გვისახლებს ივანიშვილი. არ ვიცი, მე დიდგორს, ხვალ დიდგორს მოსკოვს ავიღებთ იმათ არაბებთან ერთად. და მესამე არგუმენტი კიდევ რა იყო? მესამე იყო, რომ კითხვაზე აბოთფილელი, ხო? ანუ შეიძლება წმინდანები იმ არაბულ ქალაქებში წმინდანები აბოთფილელზე უფრო დიდი ქრისტიანები და შენ რა იცი? შენ რა იცი? კაცო, იქნებ აბოთფილელები მოდიან და მე უნდა დაუჯერო ეხა ამ არგუმენტს. კი ბატონო, შეიძლება იმ ათასობით არაბში, რომელიც მაგ დასახლებებში ჩასახდებიან, სავარაუდოდ შეიძლება აბოთფილელებიც, ბიჭო, ძალიან მალოხებ რა ეხა, იმდენად შეურაცხყოფელი. რატო აი როგორი ტექსტი იყო, იცი? აი ბოდიში, უბრალოდ ერთ წინადებას ვიტყვი რა, რომ როგორი ტექსტი, იცი? აი ხო არის რომ რაღაც ტექსტია და ჭირდება გავყვეთ ახლა არგუმენტებად ჩავ. ეგეთი ტექსტი კი არ არის, კაცო. ბიჭო, რას კადრულობთ რა? კი. აი რას გვაკადრებთ? ესეთი რაღაცის ესეთი რაღაცა როგორ შეიძლება ხალხს აკადრო, რომ აი მოყავს ახლა არაბების ურდო და გეუბნებიან რომ კი, მაგრამ აი არაბული ქალაქი რატო უნდა ავაშენო რა? და კი, მაგრამ ხომ თავარი არის ხო ეს რა დროს ეროვნებას რატო ახსენებ? ხომ თავარი ის არის რომ ქრისტეს ატარებდე გულში. და ამაზე ქრისტეს ხო არ ატარებენ ისინი გულში. შენ რა იცი, ბიჭო? ხო არ შეიძლება ნებისმიერ რაღაცა აკადრო ახლა მაყურებელს რა, ეს ხო არ არის ისეთი რაღაცა, რომ ამდენად დაცემული ხალხი ხო არ გიყურებს, არა, გისმენს ხალხი რა, ვარდენი ესმის, ხო არსებობს გალოხება მართლა რაღაცა დონეზე რა ხალხს. ხო ამ ქვეყანაში ხო, ყველა ხალხს ალოხებს, ხო და არსებობს რაღაცა დონეები, მაგრამ ეს სიამოვნებაში ცდება ნებისმიერ. ეს უკვე რაღაცა გალოხების ის აღარ არის. ეს რა არის, იცი? სიამოვნებაში ხო ძალიან პირველ რიგში ქრისტიანობისთვის უარყოფითი რაღაცა ხდება. და მაგ მოვლენის გამართლება როცა ხდება ქრისტიანობის სახელით, ეგ სხვა დონე. ეგეთი რამეს მაგალითად, აი რას მაგალითად ლიბერალები რასაკეთებენ? ლიბერალები ქრისტიანობას უტევენ. ლიბერალები იძახიან, რომ ქრისტიანობა არის, ჩამორჩენილი, მოძველებული და საერთოდ არაპროგრესული და უნდა პროგრესი განვიცადოთ, ხო? პირდაპირ ქრისტიანობას უტევენ. ეს უკვე რანაირი შემთხვევა, იცი? ეს არის ქრისტიანობის გამოყენებით ძალიან ცუდი საერთოდ რაღაც ქრისტიანობის საწინააღმდეგო რაღაცის კეთება ქრისტიანობის მოშველიებით. ანუ ეგეთი მოვლენაა ეს, იმიტომ რომ ხა იმას როცა იძახი რომ შენ რა იცი აბოთფილელზე უკეთესი იქნები შემოდის, ხო? მასეთი გამართლების მეთოდებზე რო გადადიხარ, იმ დროს როცა გარკვეული, თავის
ინვესტორიან, თავის მთლიანად მაგ პროექტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, გარკვეულია რომ ეგ არის პირდაპირ ისლამური ინტერესები დევს კაცო მაგაში, ხო? ანუ ისლამური ინტერესია. ხო? ეგ ხო გარკვეულია რა. ვინც ინტერესით შემოდის მისი ამოძრავებელი არის ისლამური საწყისები, ხო ასე და? ანუ მანდ როცა იძახი რომ შენ რა იცი კაცო იქ ეგ მაგიტო ამბობ რომ ეს საერთოდ ქართული ოცნების გაპრავების მეთოდები არის ძალიან შემაშფოთებელ სტადიაში გადასული. ასეთი რაღაცების კადრება. მერე მით უმეტეს ამ ყველაფრის ნაციონალიზმი რა შუაში ნაციონალიზმი. ანუ ხო ხდებით მანდ რა ხდება? ეს არის ნებისმიერი ფორმებით, ნებისმიერი ხერხებით თან ისე რომ თვითონ არ იცის რაზე ლაპარაკობს უბრალოდ გამართლების ნებისმიერ ფორმებზე წამსვლელი ცდელობა ეგ შემაშფოთებელია ზოგადად ასეთი რაღაცა რომ ფიქსირდება ქართული ოცნების ქმედებების გაპრავების ასეთი ხარისხი არის შემაშფოთებელი ეგ არის ქვეყნის და ზოგადად ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ თუ კი ასეთი რაღაცის, ასეთი მეთოდებით გამართლება მოსულა და ხდება თვალსადახელს შუა, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ მე საერთოდ ძალიან ცოტა რამე წარმომიდგენია, ისი გამართლებაც ვეღარ. ანუ უკვე ესე იგი ყველაფერი გამართლებადია, ეგრე გამოდის. ამდენად რთული და თვალსაჩინო საკითხის მართლების მცდელობა თუ აქვთ, ანუ აი რო წარმოუდგენელი რო შეუძლებელი როა ამის გამართლება, იმდენად ნათელია ყველასთვის. ამის გამართლებას რო ცდილობ, შენ ასეთი ხერხები, ან ასეთი რაღაც, ასეთი მეთოდები, დავით აღმაშენებლის. შენ წარმოიდგინე რთული საკითხით, სადაც აი ძალიან შეფუთულია და ძალიან კონსპიროლოგიურია, არადა საფრთხეა. მაგას როგორ გაგასრავენ? მაგას რასიზა, აი ცხვირში დაგიდებენ ასე აი შემ არ ვიცი. აი მაგიდაზე დაგიდებენ სახში. ამას რო უყურებ და მანამდე ხაინდ რავამაცი ლაპარაკა 2 დღეს და აი განცდა რომელიც აი მახსოვს მაგ მომენტში რომ აი რანაირ რაღაცას იძახის დაახლოებით როგორი იყო იცი აი ერთი რამდენი წელი გავიდა 12 წელი გავიდა სუთავიდან აი პოლიტიკასთან არაფერი კავშირი არ მქონდა მაშინ გავიცანით საერთოდ ერთმანეთი უბრალოდ შორს ვიყავით ინტერნეტში რაღაცა თუ წერდით ამ თემაზე ზოგადად როგორც ძალიან ბევრი ადამიანი და მაშინ დაიწყო ჩვეულებრივმა ხალხმა ჩვენც მაშინ გავაქტიურდით ამ თემაზე თბილისში გახმაურდა რომ ესეთი ბარები იყო თურქული ბარები რაღაც ღამის კლუბები სიემდეში რაღაც ფაქტიურად ბორდელი თუ რაღაც გარყვნილი ბარების რაღაც ადგილები იყო სადაც აი ეგრე დეკლარირებულად იყო რომ მხოლოდ ქართველი ქალების შესვლა შეიძლება და ქართველი კაცების შესვლა არ შეიძლება ანუ სინამდვილეში დეკლარირებული შინაარსი ქონა სრულიად უკიდეგან შეურაცხყოფილი რომ აქ ვიღაცები გასართობად ბოზებისთვის ჩამოდიან რაღაც თურქები. და ამაზე აიწია ხმაურო ისინი დაიხურო საერთოდ რა უბედურებაა და ჩვენც ამ თემაზე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები შევიკრიბეთ გავაქტიურდით და მახსოვს რომ მაშინ აი რაღაცა განცხადებით ერთ-ერთი ვინც ამაში მონაწილეობდა იმას ისიცნობდა ერთ-ერთ მაშინ მოქმედ ტელევიზიას და იქ მივედით რომ გააჟღერთ ეს ინფორმაცია რა უბედურება რა სამარწყვინო რაღაცა და დაიყუროს. და აქ რომ მივედით მეც ვიყავი და შესული რომ ვიყავი და თუ შეიძლება ტექნიკური ჯგუფ ხმა შემოდის რა ხალხო. ხო და რომ შევედით იმაში რა ქვია ამ ტელევიზიაში ამას ხო უხსნით ამ ტელევიზიის იმას და ჩემი რეაქცია მახსოვს რაზე იცი განწყობა ველოდი რომ იქ ახლა დამხვდებ ვიღაც ქართველები რომელსაც იგივე რეაქცია ექნება რომ ეს შეურაცხყოფელია რა თქმა უნდა და ბიჭო პასუხებს რომ იბრუნებენ აი რაღაც მე რა მოხდა აი ეს რაღაცეთ რომ იბრუნებენ რაღაცა მივხვდი რომ ეს საერთოდ აი რაღაცა
არაფერი შეხება ამ ხალხთან არა ეს არ არის რაღაც მე ერთი იმიდან არა ვარ ამათ როგორ შეიძლება ეს ვერ აუხსნა რაიგე და რანაირად შეიძლება ამან დაგიბრუნოს კითხები რომ ხო აი რა მოხდა მერე და ეს რაღაცა მისი სივრცეა და ანუ რა უნდა ქნა თქვენ რაღაცა შევარდნა გინდათ იქ და ასეთ რაღაცებს რომ გიბრუნებს ახლა ხო ხვდები რომ შენსა და აი ამ ხალხს შორის ისეთი მორალური კედელია რომ არაფერი კავშირი არ აქვს არანაირი არგუმენტი არ არსებობს რომ ამას რამე გააგებინო ისმის და ეხლა არაბები აშენებენ ქალაქს და აქ საფრთხე იქნება ამას რო უხსნებ ვიღაცა გიბრუნებს კითხვას რომ შენ რა იცი იქნებ ქრისტიან შენზე უკეთესი ქრისტიანები მოდი ბიჭო აი ზუსტად ეგ სურათი დამიდგა თვალწინ რომ ბიჭო რა უხსნა ეხლა ან ასე რო გელაპარაკება ეგ ხო როგორი რაღაცა იცი აი მასე ვინც გელაპარაკება ეხლა ამ თემაზე ანუ მოუტრიალდეთ რა ამას რა საქმე გვაქვს მოდი ამას აუხსნი ვისაც ესმის ხო ან კორექტული რა უნდა აუხსნა ეხლა ეს არაფერი შეხება აღარ მაქვს მე ეხლა იმ ხალხთან რა კავშირი შეიძლება მქონდეს ფასეულობითი ამ კითხვას შეიძლება გისვა ხო როგორ რაღაცას მიბრუნებ იცი პასუხს აი ესე იგი არც ინტერესები არც ფასეულობები არაფერში არ ვემთხვევით რო ვჩხუბობდი იმის აი ქვეყნის იმისგან დასაცავად აი რაღაც ურდო მოდის შენგან შეიძლება ველოდო რომ უკნიდან დამარტყა რომ რავი რას ვაკეთე რა ხტომ შენ რა იცი იქნებ შენზე უკეთესი მოდის ერთი წამი და უკნიდან ხმალს მიირთყავ რაღაც მასეთი მოლოდინი მაქვს ასე ტექსტ რო ვისმენ მასეთი განცდა მიჩნდება რომ ბიჭო რა სიძახი ხო ხო შეიძლება ხო და მე თან როგორი თემაა იცი ბიჭო რამე არის რასაც არ გაგიправებენ ხო ეგ რამე დარჩა ეგ არის კი ეგ კითხვა ყველაფერს გააправე და რატო გვასმენინებთ ხო ამ ხალხს მე ვერ ვიგებ აი რატო უნდა იმათ კი არ ვეკითხები ვინ ზემოდან გვასმენინებს კაცო აი ჩვეულებრივი ხალხი როა ზოგთან სუფრაზე აღმოჩნდები ხო იგივე ინტერესები გვაქვს ხო ჩვენც და შენც ის ინტერესი გაქვს რომ ქართველების მიწა იყოს ხვალე ეს და თავი არ მოგვაჭრას ვიღაცა ხო ეგ არის ჩვენი ინტერესი აი თქვენ რატო გვასმენინებთ ამ ხალხს ნუ სამწუხაროდ არსებობს კატეგორია ადამიანების არ ვიცი ხო არიან რაღაც სექტებში რო წევრიანდებიან რა ვიცი სიდებილის რო ჯერათ რაღაცა ტყელი დედამიწის რო ჯერათ ხო არსებობს ნუ ალბათ ამ შემთხვევაში ვიღაცას ჯერა ამ არგუმენტის რასაც ახლა უცნობია ჟღერებს აი ყოვლად წარმოუდგენელი არგუმენტი თან როგორი რაღაცა იცი არსებობს აი მაგალითად დედამიწა რო ტყელია რო ვიღაცა ამას გიმტკიცებს იმას მართლა ჯერა და რისი ჯერა იმაში დარწმუნებას ცდილობს მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ არ ჯერა უცნობს არ ჯერა რომ მუჰამედ ალაბარი აბუ გახდება ხო რა არის არ ჯერა რომ რაღაც ბევრ ადამიანს აი არ ჯერა შენ გასულელი ვიღაც ადამიანს შეიძლება ჯერა საიდან გამომდინარე ანუ აქ ფაქტი სახეზეა რომ აქ არის რა გამოყენებული აქ არის სინამდვილეში გამოყენებული ხა ადამიანს ამის კი არის ჯერა ადამიანს ჯერა ქრისტიანობის და აქ სინამდვილეში რა არის იცი აი მთელი ყველაფრის ტრაგედია და აი საქართველოს თანამედროვე რეალობის მთელი უბედურებაც მაგაში მდგომარეობს რომ არსებობს ეგეთი დამოკიდებულება რომ ქრისტიანობის სახელით ადამიანები დაჩაჩანაკება და რაღაცა აი ქრისტიანობისგან რო არ გადაუხვიოს ადამიანს მაგის შიში რო აქვს და აი მაგის შიშზე რო მანიპულირება ხდება რო თავისი რაღაცა ინტერესები გაატაროს ხო აი ეგ არის მთელი უბედურება აქ მთელი უბედურება ზუსტად იმაშია რომ ეხა ყიდით ხო ყიდით კაცო რა ვიცი საქართველოს ტერიტორიას ყიდით მილიარდებს ჩაიდებთ ჯიბეში არაფერი ეკონომიკა არ განვითარდება ჩაიდებთ ჯიბეში კაცო და ხო გასაგებია მანდ არაფერი რთული არ ხდება
მაგრამ ამ ყველაფერს რომ ქრისტეს რას იძახი? კაცო, ქრისტეს რას ქრისტეთი ამართლებ ამას თან?